საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო სოციალისტურ ცენტრალიზებულად მართული მრავალფეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში. საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა. კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო საჯარო კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა, მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას. საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ზრდა მისი დაარსებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გრძელდებოდა და მრავალი ტერიტორია შემოიერთა. ამგვარად საბჭოთა კავშირი კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფო იყო. საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად ცენტრალიზებულად მოსკოვიდან მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა დემოკრატიულად არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისაგან. რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას ტოტალიტარულად იმართებოდა. საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველივე დღიდან და მის დაშლამდე იყო ეგრეთ წოდებული პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება ზემოდან უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, სუკი. დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან გულაგის ტყვეობაში მოხვედრა. თითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა. შემდეგ დიქტატორულად მართავდა ქვეყანას. 1922 წლიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი გახდა იოსებ სტალინი, რომელმაც 1924 წლის 21 იანვარს ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მოსვლა და ლენინის თანამოღვაწის ლევ ტროცკის ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და მისი შენარჩუნებისთვის შეუბრალებელი ბრძოლა. ძალაუფლების ხელში დასაკავებლად სტალინმა თავის მეტოქეებს მემარჯვენე ნიკოლაი ბუხარინს და მემარცხენეებს ლევ ტროცკის, გრიგორ ზინოვიევსა და ლევ კამენევს, ასევე კომუნისტური პარტიის ყველა მისთვის არასასურველ პირს გამიზნული ტერორი გაუმართა. ამ ბრძოლაში თითქმის ყველა დახვრეტილი იქნა. ლევ ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გადაასახლეს და შემდეგ იგი უცხოეთში გაურკვეველ პირობებში მოკლულ იქნა. 1928 წლიდან სახელმწიფო ეკონომიკა 5 წლედიან გეგმიურ სისტემაზე გადავიდა. მეტწილად ქვეყნის აზიურ ნაწილებში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. ყველგან შეიქმნა კოლექტიური და საბჭოთა მეურნეობები. შეძლებული გლეხობა კულაკებად გამოცხადდა და მათთან ბრძოლა გაიმართა. გლეხს მხოლოდ ერთი ცხენის ან ერთი ძროხის ყოლის ნება დაერთო. დანარჩენი საქონელი მას კოლმეურნეობისთვის უნდა გადაეცა. ურჩი გლეხი კულაკები მასობრივად ან დახვრიტეს, ან ციმბირში გადაასახლეს. ამ ეკონომიკურმა გარდაქმნამ მილიონობით ადამიანი შეიწირა. ვოლგისპირებსა და უკრაინის სოფლებში ხალხი შიმშილისგან ამოიხოცა. მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. უკრაინელი ისტორიკოსების მონაცემებით 2 მილიონამდე ადამიანი. 1935 წლიდან სტალინმა პარტიისა და საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობის მიმართ თავისი საყოველთაო ცნობილი ტოტალიტარული ტერორი წამოიწყო, ეგრეთ წოდებული ჩისტკი, წმენდა. მან ჩამოიცილა აბსოლუტურად ყველა იდეოლოგიურად მოწინააღმდეგე სუბიექტი. სტალინის ტერორი ხშირად სასამართლო პროცესებით იყო შენიღბული, ხოლო დანაშაულის აღიარებები წამების შედეგად გამოძალული. საბჭოთა კავშირის მთელი რიგი ეთნიკური უმცირესობები გულაგში გადაასახლეს. ურიცხვი კულაკები, მღვდელბერები, უმაღლესი რანგის სამხედრო პირები, კომუნისტური პარტიის ფუნქციონირები და მათი ოჯახის წევრები დახვრიტეს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით სტალინის ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოს მოსახლეობაზე გატარებულმა ტოტალიტარულმა ტერორმა უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლაში. გარდაიცვალა 20 მილიონამდე ადამიანი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ის იყო ერთ-ერთი უძლიერესი მმართველი და მან არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო იხსნა ფაშიზმისგან.